გამარჯობა მეგობრებო, მაშასე ისევ შევიკრიბეთ, ალბათ მიხვდებით, რაზე ვისაუბრებთ, ბიზინა ისევ ჩვენთან ერთად არის, გიორგი ჭედოც და მეც შევეცდები რომ ჩავება ამ დისკუსიაში, რომელიც თავისთავად შეეხება UFC-ს და მომავალ გეგმებს, რომელიც ძალიან სერიოზული აქვს ბიზინას და ახლოვდება ის მომენტი, ის ბრძოლის მომენტი გავეცანი მე შენ მეტოქეს დღეს ვისაუბრეთ უკვე მაგაზე და არ არის სუსტი ტიპი, მაგრამ ბიზინა უფრო მაგარია. გამარჯობა, მეც მივესალმები მაყურებელს და მთავარი თემა MMA-ია ზოგადად, მაგრამ MMA-ზე როცა არის ლაპარაკი, მაინც UFC აჭარბებს ყველაფერს პოპულარობიდან გამომდინარე, ახლოს უნდა ვიყო ამასთან. არ დამოვიწყდეს ხოლმე. ერთი მუშტი. ხო და ბოლო event-ი იყო ძალიან საინტერესო. მე ვაღიარებ, რომ არ მინახავს ბევრი რამ ამ ბოლო event-იდან, ამიტომ გაიარო თქვენ ხართ აქ და მოვისმენ მე რაღაცებს. მთავარი ბრძოლა პერეირა ანკალაევი იყო, მაგაზეც გვინდა ლაპარაკი, მაგრამ ეს ჩავლილი თემა მაგით დავიწყო და მე უფრო მომავალზე, იმიტომ რომ კარგი ჩხუბები გველოდება, კარგი ივენთები, აგერ დოლიძის ბრძოლა მოდის და მოკლედ როგორ ხარ ბიზინა პირველ რიგში და დავიწყოთ ბოლო ივენთით ნელ-ნელა რა. გამარჯობა კიდევ და კიდევ მოგესალმებით. საკმაოდ ისეთი კვირა იყო, ესე დატვირთული, ესე ვთქვათ რა და კარგი ბრძოლები იყო ჩატარებული, უყურეთ ვადევნეთ რა თქმა უნდა თვალიდან. რაღაცეები ცოტა ისეც კი წავიდა, მეტნაკლებად აი მოლოდინს რო შეგიცვლის, ესე ვთქვათ რა. უფრო თან არ ვიცი აქ თქვი თუ არა წინაზე რო ვიყავ მოსული, მაგრამ ეს პერეირა ანკალაევის ჩხუბზე თან რაღაც ცოტა გულით ისე მინდოდა რომ თითქოს მოეგო პერეირას, მაგრამ თან უფრო მჯეროდა რომ მეტნაკლებად ხა უფრო მეტი არსენალი ქონდა ანკალაევს და ძალიან ბევრი შანსი და დიდი შანსი ქონდა რომ მოეგო რა და ზუსტად ეგრეც გაიმართა ბრძოლა როგორც ნახეთ და საკმაოდ ისე ბევრი რო არ მოელოდა. მე რაღაცა კომენტარებიც ნახე იქ ისეთი რომ აი უფრო შორიდან ცოტა სხვანაირად ჩანს ხოლმე რა ბრძოლა მაინც შენ როცა იქ არ ხარ და არ გიგრძნია ეგ ყველაფერი რაღაც ისეთი კომენტარები იყო რა თითქოს არ იჩხუბა, გაიყი და გამოიყი და ხო ხდები და ეგეთი რაღაცები ხო კი იყო რა ანუ ბევრმა მითხრეს ისედაც და ჩხუბებზე რო უყურებ ხოლმე ანუ იყო რა მსგავსი კომენტარები და ანუ მაგასთან დაკავშირებითაც ისე რო ვთქვა მოკლედ ჩხუბში ცოტა ისე იყო მეორე რაუნდის ბოლოს ძალიან ძიმე დარტყმები გაუშვა პერეირამ ისეთი რომ აი თვითონაც არ მოელოდა დარწმუნებული ვარ რა და აქედან გამომდინარე ცოტა ისე იყო მე უკვე სტრატეგია შეცვალა რა ჩემი აზრითაც და იქ რაც ჩანს ეგრე ჩანდა რომ აი თითქოს უფრო ჩასაფრებული იყო და უნდოდა რომ რაღაც კონკრეტულ მომენტზე დაეჭირა, იმიტომ რომ სხვანაირად შანსი უკვე თითქოს ვეღარ დაინახა თვითონაც რა და ფაქტიურად არც მისა საშუალება რა, იქიდან გამომდინარე რომ ეს უფრო მოძრავი მებრძოლია რა და იქით აქ ანუ ძალიან ისე უჭრიდა კუთხეებს და ისე ემოძრავებოდა რომ ამას უბრალოდ არც დაუტოვა რომ რამე გაეკეთებინა, ესე ვთქვათ რა, სტილისტიკურად ისე მოერგო, ესე ვთქვათ რომ აი ძალიან უხერხული აღმოჩნდა უკვე და არ იყო როგორც გამოჩნდა უკვე ესე რა არ იყო ამისთვის მზად პერეირა რა და აქედან გამომდინარე უფრო აი კარგად წაუვიდა თავისი მუშაობა მე უკვე ფსიქოლოგიამაც იმუშავა რაც თავარია დაჟე ბოლოს მის ტრენერი ეუბნებოდა უკვე ანკალაევს რომ აი ეს ორი რაუნდიც და მოგებული გაქვს და ხო ხდება აი ძალიან მოტივირებულიც იყო რა ეხა ეგ ბიჭი ჩემი აზრით უკვე აქამდე ჩემპიონი უნდა ყოფილიყო ის ბრძოლა ვისაც აქვს ნანახი ხა ბლახოვიჩთან მოგებული ჩხუბი იყო უბრალოდ აი ეგეთი რაღაცა ძალიან ცუდად მოიქცნენ და ესე ვთქვათ წაართვეს ძალიან რა ხო და რა ვეხა ყველაფერს ალბათ მაინც თავისი დრო აქვს და თავისი ეს ანუ მაინც მოიპოვა თავის ხასიათიდან გამომდინარე თავის შრომიდან გამომდინარე და აი რო ვთქვათ კარგიც არის რაღაც ხრივ რა იმის ხაზგასმით მინდა რომ ადამიანი როცა არ ნებდება და რაღაცას თავის გასაკეთებებს მაინც ბოლომდე აკეთებს ფინალში აუცილებლად გადის რა ჭედო შენს გითხარი ერთი ორი სიტყვა ნახავდი მაგ ივენტს თავიდან ბოლომდე და მაგ ჩხუბზე მეც მოგესალმებით რაც შეეხება UFC 313-ს ესე იგი პირველ რიგში რაც მინდა ვთქვი ხა ბიზნესამ კი ისაუბრა და აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები პირველივე წუთიდან არ არის ცუდი აზრი მაშინ ამას მეც მოვიწევს გავთანხმდით მოკლედ მგონია რომ პერეირამ წააგო გამოსვლის წუთიდანვე და არა მარტო გამოსვლის წუთიდანვე რა სანამ ბრძოლა დაიწყებოდა ტიპს ქონა წაგებული და რატო
არ შეიძლება დაღესტნელ მებრძოლებთან, ალბათ არ ვიცი, ბიზნეს დამეთანხმება, ეხა ბიზნესამ ჩემზე ბევრად მეტი იცის, არ შეიძლება დაღესტნელ მებრძოლებთან მეორე ნომრად ბრძოლა. მე რასაც უყურე 25 წუთის განმავლობაში, 25-ვე წუთი თუ არ ჩავთვლით პირველ 2-3 წუთს, პერეირა იყო ჩასაფრებულ პოზიციაში და ელოდებოდა მეტოქის შეცდომას. დაღესტნელი მებრძოლები როგორც ასეთი და როგორც წესი ესეთ დროს შეცდომას არ უშვებენ და მიყვებიან ყოველთვის გაწერილ გეგმას და არიან ძალიან დისციპლინირებული მებრძოლები აბსოლუტურად ყველა. 23 წუთი პერეირა ბრძოლობდა მეორე ნომრად და ელოდებოდა ანკალაევი, როდის დაუშვებდა შეცდომას. და ამასობაში საკმაოდ ბევრი საშუალება ჰქონდა იმის, რომ თუნდაც კრივში აყოლოდა ანკალაევს და ის თავისი მარცხენა განუმეორებული ჰუკი სადღაც გასულიყო. არ შეიძლება ანკალაევის დონის მებრძოლთან მეორე და უკანა ფეხზე ბრძოლა. მე ესე ვფიქრობ და რატომღაც ესე მგონია, რომ ანკალაევმა მოუგო თავისი გეიმპლენით და პერეირამ შესაბამისად წააგო სტრატეგიული ბრძოლა რა ასე ვთქვათ. გეიმპლანიც იყო, კი. იცი როგორ ბლახოვიჩთან ბრძოლა ვინც ნახა, ლოუკებზე ცოტა სუსტად ქონდა ანკალაევს რა და აი ეგ მინდა კაკრას კითხო ეხა შენ. პირველი რაუნდის მერე დაივიწყა ლოუკიკები პერეირამ, მიატოვა ის აწითლებული ფეხი, რომელზეც ძალიან დიდი ინვესტიცია ჩატო პირველ რაუნდში და თითქოს დაავიწყდაო. ან შეცვალეს უფრო ისე მგონია, რომ იცი როგორ მოხდა? ლოუზე ცოტა ისე არის რა, აი ესეც ცვლიდა, ანუ მოძრაობდა რა, ესე მარტივი არა, ერთი და იგივე რაღაცას რო ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გაუტარებ, მე თვითონაც ხა გამოცდილება უკვე აქვს, მაგ ყველაფრის რომ ფეხი ეგრე აღარ უნდა დატოვოს, ხო ხდები და აღარც მიეცა ბევრი ესე ვთქვათ საშუალება. მე უკვე მარტივად წასაკითხი ხდები, ხდები, ანუ როცა ერთი და იგივე რაღაცას ბევრჯერ აკეთებ, ხო? იმანაც ხო იცის რომ მე ანუ თუ ველოდები ლოუში და ხშირად მიკეთებ ამას, ანუ მეც უკვე გელოდები და იქ ისეთი გაცვლები იყო, წეგან ისიც თქვი რომ ანუ გაცვლებში თითქოს უფრო არ შედიოდა, 1-2 ჯერ შევიდნენ და დაჯაბნა და მაგის თქმა მინდოდა ზუსტად რომ იმდენად დაჯაბნა, ანუ ის ანკალაევი იწყებდა, ეს ყვებოდა და ანკალაევი კიდე ამთავრებდა რა. და ეს ისეთი რაღაც არის რომ მიხვდა რომ უკვე ფაქტიურად შანსი არ ქონდა რა, ესე ვთქვა. შანსი ჩხუბში რა თქმა უნდა ყოველთვის ამითვენს როცა პერეირა ხარ და ხელი, ფეხი, ანუ ისი აქვს რომ სანუკაუტი ძალა ორდვეში. მაგრამ ანუ იმდენად შეუმცირა ეს შანსები, თვითონ ფსიქოლოგიური ომი იყო რა, ხო ხდები, აი ფსიქოლოგიურად დაჯაბნა რა, იქ ყველა ასპექტში უკვე გაიგჯობნი. და აქედან გამომდინარე უკვე შენ იმაზე კი აღარ ფიქრობ, რომ აი იქ რაღაცა, იქ ლოუზე დავიჭირო და რაღაცა. უკვე იმაზე ფიქრობ, რომ ვა, ნახე ამაშიც მაჯობა, ჩემი პლანი არ მუშაობს, ხო ხდები, აი გეგმა რაც აქვს რა, არაფერმა ისე არ იმუშავა. თან დარწმუნებული ვარ, მაგას ეგონა რომ ბევრად უფრო ისე შეხვდებოდა, ეხა ანკალაევი 1-2 ლოუკი რომ გამოარტყა რა, უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა, უფრო რაღაც ეფექტური იქნებოდა და იმის მომტანი იქნებოდა რა. ძალიან ეშინოდათ ეიგდაუნის და ყურადღება ქონა გადატანილი, რომ არ წაქცეულიყო, ანუ ხელებ ჩამოშვებული ბრძოლობდა. ხელები არ ქონდა ატანილი, როგორც წესი ხოლმე. ისედაც ეგეთი სტილია. ჩამოშვებული ხელებით ბრძოლობდა და თან იქიდან ტეიშეირა რაღაცას ეძახდა. სულ აი გამუდმებით რაღაცას ახსენებდა და ესეც, ნუ რა თქმა უნდა, ისმენდა ამ ყველაფერს და გონია რომ იმაზე მეტი ქონათ ნამუშევარი დიფენსზე, რომ არ წაქცეულიყო, ვიდრე სტრაიკინგში შეიძლებოდა რაღაცის. ეგ ფაქტიც არის, იმიტომ რომ რამდენჯერმე ანუ სუფთა შესვლაზე ესე ვერ გადაიყვანა რა. ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ აი ვერ გადაყავდა და აი ჭიდაობაში ვერ აჯობა, ეგ მაგას არ ნიშნავს, იცი რატო? როცა ვხედავ რომ ტიპს გონში ვჯობნი, ხო? იმდენი ძალის ხმას მე ჭიდაობაში უკვე აღარ ჩავდებ რა. თუ სუფთა შესვლაზე აი აფიქრა ბევრჯერ. ხო, აფიქრებდა რომ საშიშროება მაინც აი მაგას შენ ყურადღება რო ყველაფერზე გაქვს, ხო? იქ უკვე 100%-ის ყურადღება 50-50-ზე რო იყო. ხო, შენ უკვე დგომში ეგრე ძალიან მაგრად ვეღარ იქნები. როცა იცი შენ რომ იმის საშიშროება არ გაქვს რომ ფეხში შემოდიან, ხო? მე რო უკვე შენ 100%-ით იხსნები და მაქსიმალურს აკეთებ შენი შესაძლებლობების. მაგრამ იმ შემთხვევაში როცა უკვე შენ იქაც მოელი, ანუ ეგ ყველაფერი კარგად ქონდათ გააზრებული და გაკეთებული. ძალიან მაგარი გეგმით გამოვიდა. როგორც შენ თქვი, გეიმპლანით იმენა ძალიან მაგრად დაამუშავეს და მოუგეს რა. ეგ მეტყველებს იმაზე ჯერ რომ ეხა, კავკასიელები ვართ და
აი ხა 4 ჩემპიონი ჩვენი არის, ხო ხტები, ანუ ძალიან იმაზე უსმევს ხას, რომ ჩვენ ვართ აი უძლიერესი ის რა, სასტავი რა, ესე ვთქვათ რა, მსოფლიოში რა. ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ მაგაზე ვთქვათ რა, ანუ ამ სახეობაში ხო, ეხა შეგვიძლია, რაც ჩვენია, ხო ხტები და აქედან გამომდინარე, ეხა კიდე უფრო ისე რომ დავამუშაოთ რა, ესე ჩავშალოთ თემა და რაღაც აი ეს ბევრი რაღაცა იყო შესვლებზე დამოკიდებული, როცა ამას ანუ შესვლას უკეთებდა, აჩვენებდა რაღაც მხრივ ხო ხდები და ის როცა შენ მებრძოლი ხარ, ან დგომის მებრძოლი ხარ, სტრაიკერი რა, შენი კუნთი არ არის მიჩეული ჭიდაობის ანუ ჭიდაობაში რო ხო, აი ჭიდაობაში იცი როგორ მარტივად მინდა ახსნა ის, რომ ყველასთვის გასაგები იყოს რა. კუნთი შენ უფრო ძირითადად ცდილობ რომ გაშალო და სწრაფი გაშლა გქონდეს, აი დარტყმის თემაში და ჭიდაობაში პირიქით არის რა, უფრო მომწევი და მომქაჩველი კუნთები არის და იქ უფრო სხვადასხვა აი სტატიკურია და რაღაცა და არა ფეთქებადი რა. აქედან გამომდინარე შენ რაც არ უნდა ბევრი ივარჯიშო ამ ყველაფერზე ხო? აი მაინც ისეთი ეფექტური ვერ იქნები როგორიც ის ხო ხდები რა, ჭიდაობის გარეშე რა. და აქ ეგ ფაქტორიც იყო. რამდენჯერმე კი ვითომ ახლა ბევრისთვის შეიძლება ერთი დატაკება და პატარა წაჭიდაობა არაფერი არ არის, მაგრამ ანუ სუნთქვას ძალიან რეევს რა. და აი მაგასაც რაღაცა ეფექტები ქონდა რა, ჩემი აზრით რა. ნამდვილად მასე. მე რა მაინტერესებს ახლა იქვე დაიწყეს ლაპარაკი მანჩრევანშზე, დანასაც კითხეს მაგ თემის შესახებ. როგორ გონია შენ, ანუ მანჩრევანში უფრო რეალურია ისო პერეირა ანკალაევს შორის თუ არის კიდე მაგზონაში ვინმე ისეთი რეალური კონტენდერი, ვინც ანკალაევს შეიძლება მომავალში ეჩხუბოს. ანუ შემდეგი ჭუბი ვისთან იქნება? ჩემი აზრით მაინც მანჩრევანს მიცემენ რა, იმიტომ რომ მაინც გაყიდვადი ბრძოლა იქნება, იმიტომ რომ ეხა აი წეღანაც ვახსენე. ბოდიში რო გაწყვეტინებ, კითხვაც ხა თქვენ ისე ილაპარაკეთ ამ ჭუბს, მე არ მინახავს, მე უნდა ვნახო სამწუხაროდ ლაივში არ უყურე და მე ნუ შედეგი რო ვნახე და ზუსტად მაგის გამო აღარ ვნახე, ბევრი კომენტარი იყო ეგეთი, რომ ჭუბი არ მოეწონა ხალხს რა, ანუ არ იყო სანახაობრივი და ამ შემდეგ რას ფიქრობ? იმიტომ რომ არის პროფესიონალის თვალიდან ნახე როგორ მე შეიძლება უყურო რაღაც თამაშს, ლუკამ თამაშს აიღო ჭუბს, ლუკამ უყუროს და ნუ აი ჰაილაითები არ არის და ჩავთვალოთ რომ მოსაწყენია, მაგრამ პროფესიონალის თვალსაზრისით ხშირად არის ხოლმე რომ შეიძლება ჩაკეტილი იყოს უფრო შახმატივით მინდის და შეიძლება უფრო გაინტერესებდეს. ეგ ვახსენე ზუსტად რომ იცი რატო არის უფრო კიდე გაყიდვადი ჭუბი, მეორედ გაიყიდება ეგ ჭუბი ჩვეულებრივად, იმიტომ რომ მეტი მოლოდინი ქონდათ პერეირას მხრიდან, პერეირამ ვერაჩვენა, ვერაფერი ესე ვთქვათ. და ანუ ხალხს ძალიან დიდ მასას ქონდა ეგ რეაქცია, რომ აი რაღაცა ვერი ჭუბა არ წაუვიდა, არის ჭუბა ხო ხდები და ეხა მოემზადება მეორედ რო შანსი ექნება და ხო ხდები უკვე შეაფასებს და სხვანაირად მიუდგება და რეალურად შესაძლებელია რომ ის მართლა სხვანაირად მიუდგეს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის მებრძოლია, რაც არ გინდა ვთქვათ, ჯერ მარტო კიკბოქსინგიდან მოყოლებული, გლორის ჩემპიონი, ისე გლორი კიდე ისეთი ორგანიზაცია იყო იმ პერიოდში, მithunაც მაგარო მოიგო, რომ ხო ხდები, როგორც აი UFC არის MMA-ში რა. ხო, ანუ აქედან გამომდინარე საინტერესო იქნება მეორეთაც გაყიდიან ამ ჭუბს, UFC მაინც ბიზნესია და ბიზნესის თვალსაზრისით უყურებენ და საიდანაც ბევრი ფული შემოვა ხო ხდები რა. თან არის იმის შანსი რომ ანკალაევმა წააგოს, იქიდან გამომდინარე რომ ხა მაინც სანოკაუტე ხელი, სანოკაუტე ფეხი ხო ხდები და არის მაგის საშიშროება ყოველთვის როცა ეგეთ მებრძოლს ეჩხუბები რა. კი, თან დენამ დასტურა კიდეც რა, იქ კითხეს კიდეც. რომ რას ფიქრობთ მანჩრევანშზე და ძალიან იშვიათ შემთხვევაში იძახის ხოლმე ესე პირდაპირ რომ კი ბატონო ჩაინიშნება მანჩრევანშიო სავარაუდოთო და ალბათ მართლაც ჩაინიშნება, იმიტომ რომ ეხა აი ზუსტად ახსენა ვიძინამას და მეც მაყურებელს მინდა შევახსენო რომ ეს სპორტის გარდა არის ბიზნესი, რომელსაც დენა ვაიტი უყურებს მართლა როგორც ბიზნესს ესე და აინტერესებს საიდან რამდენი ფული შემოუვა. ისეთი სახით გაუკეთა ანკალაევს კამარი. აი ისეთ დღეში იყო, რომ არ უნდა, იმიტომ რომ ეხა ეგეთი ჩემპიონი როცა ყავს, რომელმაც კი შეიძლება პერეირამაც არის ის ენა, მაგრამ არ არის აქტიური ტიპი, არ არის რაღაცა სოციალებში განვითარების გაპიარებული ტიპი ხო რა და თან თვითონაც ტიპაჟიც ისეთია რა, ინერტული ტიპი, აი ძლივს ალაპარაკებ რა, ის როჟა არ არის, რომ რაღაც ქარიზმა მოდიოდეს და რაღაც ეხო. ანუ ეგეთი ტიპები მე იმას ევასება, რა ქვია, დანას რა, ეს ქარიზმატული ტიპები და რაღაც აი ანკალაევის ნაირ ჩემპიონი არ აწყობს პირდაპირ მნიშვნელობით. ეს
იმას არ გულისხმობ, რომ უნარებით ვინმეზე ნაკლები კი არა, კიდე ამტკიცა კაცმა რადონეც არის. უბრალოდ ეგეთი ჩემპიონები არ აწყობს ხოლმე და არ უყვარს დანას. მერაბზეც ქონდა რაღაც პერიოდი მაგას პრობლემა, რომ ანუ არაპიარებდა მერაბი თავი, არ ყიდიდა მერაბი თავის თავს და როგორც კი დაიწყო მერაბმა აქტიური ეს სოციალურ ქსელებში როგორც კი გამოჩნდა და ეს თავისი რაღაცეები რომ მარკეტინგული ხრიკები რომ განავითარა, ეგრევე ძალიან მალევე ჩაენიშნა ბრძოლა. ეგეთი ტიპია დენა ვაითი, ეგრე უყურებს ამ სპორტს და მეც მივესალმები იმ კუთხით, რომ მირჩევნია ბევრად კაი სანახაობრივი და გაყიდვადი ჩხუბი ვნახო, ვიდრე მარტო ჭიდაობა თუნდაც რა. ეს მინდოდა მე. ვინ მოკაევი არის, ხო? ვინც გაუშვა. მოკაევი გაუშვა, კი. მან უფრო ცოტა სხვა მიზეზი იყო, იმის გამო არა რომ ჭიდაობდა, ეხა ძალიან ბევრი მოჭიდავი არის, ვინც ეხა აი უფრო არასანახაობრივად რო ჩხუბობენ და აი ძალიან ბევრად დაბალი დონე რო არიან და რაღაც. მან უფრო სხვა საკითხები ქონდათ, ანუ უფრო რაღაც მოლაპარაკებების თემა იყო სხვა ორგანიზაციებთან ჩუმად და რაღაცა ეგეც იყო, რაღაცა თან UFC-ში ცოტა ისე არიან სტროგად რა მხრივ, იცი? როცა რაღაცას გეუბნებიან, ხო ხდები რომ აი ეს მაგას და მანელ კაპე იყო მასში, მაგის მოწინააღმდეგე და რაღაცა დაიძაბნენ და უთხრეს, გააფრთხილეს, რომ ანუ არ გინდათ, არ დაიძაბოთ, არ იჩხუბოთ, ხო ხდება, რაღაცა ისე არ იყოთ რა, არ დაძაბოთ რა, ეგ სიტუაცია ხო ხდებია. მაინც ანუ არ გაითვალისწინა რა და შენ როცა ხა ეგ მარტივად რომ აუხსნათ სადღაც რომ მუშაობ კომპანიაში და შენი უფროსი რო გეუნება და უშუალოდ რომ აი ესე არ არის, შენი მოვალეობა რაც გაკის გააკეთე და ეს არ გინდა რა, ხო ხდები, რაც არ გეკუთვნის და რაც შენ ხელს შეგვიშლის. და შენ რო არ უჯერებ და რაღაცას კიდე შენებურად აკეთებ და ანუ ხისთავიანივით მიდიხარ რა. იგივე გუნდურ სპორტებიც რო ავიღოთ რა, ეხა ფეხბურთის გუნდია, ფეხბურთელი ყავს, რომელიც მწვრთნელიან მენეჯერი ეუბნება, რომ ეს არ გააკეთო, ესე არ მოიქცე. კლუბებში არიან ყოველდღე და მე ვარჯიშზე ახმელიაზე ლუკა ნაფახუსებზე არ. ეს რა მოხდა, იცი მან აი ჩემთვისაც რაღაცნაირი ისეთი იყო რა, აი მყეფარე ძაღლებივით გამოვიდა, ხო, აზე ხარ, აი ძალიან ჩხუბის წი, აუ იქაჩებიან და ხო ხდება რაღაცა ისა და ჩხუბი დაიწყო და მთელი ჩხუბი ხო უყურე რა. აი ესე რა, არ ჩხუბობდნენ, აი ხა თუ ეგეთი მაგრად ანუ თუ რაღაცა გინდა რომ ხო ხდები არ გევასება ტიპი და რაღაცა ეს რა არის ხო ხდები წადე და იჩხუბი ხო ანუ მაბა რაღაც იქაჩები რა აი ჩიხვახვას ვარიანტი გაეძრო რა ხო და ანუ დანავაიც კიდე ბევრად არ ევასება რა ეგეთი სასტავი რა მაშინ თუ განგსტერი ხარ და თუ რაღაცა ხიშნიკი ხარ ხო იხიშნიკე ბოლომდე ხო ხდები რა ეხა ეგრე დიაზი და ის როა იყო რავი ხა მონსტერის ბოთლებს ესე ის ყველაზე ხარ მაგრამ პავალ შუმ ეგ მაგით ყიდის და ეგეთი ტიპია მართლა და შენ რაღაცა როლი გინდა მოირგო და თან არაკეთებ და ეგეთი ტიპები არ ევასება რა თან ძალიან ისეთი ის იყო რა მეჩმეიკერები ხო არიან ყველა წონას თავისი ის აყავს ვინც ანუ ეს მატჩებს ადგენენ რა ძალიან პრობლემური ტიპი ყოფილა რა ანუ აი არ ყველას ყელში ამოუყვა რავის არ უნდა მაგასთან მუშაობა ბოლოს დანავითმა ეგ თქვა რომ მატჩმეიკერები სახელი და გვარების დაასახელა მე არ მახსოვს ახლა უბრალოდ იმათმა მითხრეს რომ ამ კაცთან ურთიერთობა და მუშაობა არ გამოდის და მაგიტო გაუშვიოთ იმიტომ რომ შეხვდა მოკაევს მე მგონი ერთ-ერთ წინა ივენტის დროს და რაღაც პატარა ლაპარაკი ქონია და მე დაუსვა ჟურნალისტმა ეკითხა რომ მოკაევი ნახეო და ხო არ დააბრუნებო და არაო მატჩმეიკერებს მაგასთან მუშაობა არ გამოსდით და არ უნდათო და არაფერსაც არ დააბრუნებო რა ცოლოთ ეხა თემა დაიღალე ჩუმად ო არ მე ხო არ შემიძლია ჩუმად ესა ილიას წონის შეცვლაზე ხო არ გვისაუბრიო ჩვენ ილიას წონის შეცვლა ხო ისე არ გვისაუბრე არ ქონია მაგრამ აინტერესებს რა მაგარი თემა წამოჭრა ილიამ კამარი დათმო და დაუთმო ვოლკანოვსკის და ლოპეს შანსი მისცა მე მაგ თემაზე არ ვილაპარაკე შვილებს დაუტოვეო ხო სათამაშოთო მაგრად კი გამა ო აი ილიას კამრის დათმობაზე გითხარი და ვოლკანოვსკი ლოპესი ვინ დაიბრუნებს თუ არა კამარს ვოლკი მაგაზე თქვა ჩემი აზრით კი ხო კი ჩემი აზრით კი დაიბრუნებს თან მანდ ხა ერთადერთი მართლა ვინც მოხსნა ეს გვირგვინი ილია იყო იმიტომ რომ ილია ცოტა ლეველით კიდე აი მთელი დივიზიონი ხო არ და აი ხარის რა ძალიან სხვანაირად განვითარებულია ყველა მხრივ განვითარებულია პლუს ფიზიკური და პლუს ახლა ქართველი ხასიათით ხო ხდები რაღაც აი დისციპლინირებული და ბევრი რაღაც პლუსები აქვს ისეთი რაც ყველაფერი ერთად არავის ესე არ აქვს რა იშვიათი მებრძოლია ხო ხდება მაგიტომაც უფრო აი მოხსნა რა გვირგვინი ესე ვთქვათ მაგრამ ილია რახან არ არის რა ჩემი აზრით ჯერჯერობით დაჟე მიუხედავად ვოლკანოვსკის ასაკისა
ლოპესაც მოუგებს და даже ვფიქრობ, რომ ელოევსაც მოუგებს რა. იმიტომ რომ აი ძალიან ჭკვიანია, ძალიან ჭკვიანი IQ აქვს უმაღლესი. პლუს ამას გამოცდილება და ანუ ეხა ილიასთან გამოჩნდა ესე უბრალოდ რომ გათიშა თორე. სხვა ჭხოვებს უყურეთ. აი უბრალოდ სხვა ჭხოვებს უყურეთ. ჩემი საყვარელი მებრძოლია რა, ძალიან. ხო, ერთ-ერთი ჩემიც, ანუ ძალიან ისეთია რა. ბევრი რაღაცა რო შეგიძლია ადამიანისგან ისწავლო, ნუ ამ სფეროში კონკრეტულად, აი ეგეთი მასტია რა, და რო შეხედავ, ბევრი რაღაცა ის აქვს, პლუსები აქვს უმრავლე, აი უმრავლეს. სამაგალითო კაცია ნამდვილად. ხო და აი რა შეეხება ხა ილიას წონის შეცვლას და რაღაც უფრო ამბიციური კაცია რა. და პატივს ეგეთ ხალხს ძალიან ხა როგორ არ უნდასე როცა რაღაცას იტყვის ადამიანი და ისეთ რაღაცებს ამბობს და მე აკეთებს ხო საქმითაც ამტკიცებს ხო დაარწმუნებული ვარ ეხაც იგივე სიტუაცია იქნება შეიცვალა წონა არ ვიცი ხა რამდენად მისცემენ კამარზე ბრძოლას მაგრამ ჩემი აზრით UFC-საც აწყობს კამარზე მისი ჩხუბი აი უბრალოდ იცი რატო აბა ვის უნდა აჩხუბონ რა რეალურად ცარუკიანი ჩემი აზრით არ ეკუთვნის და არ იმსახურებს რა მაგაზე თქვა კიდე დანო რომ 2-3 ჭუბიო მაგასო ხო აი არც ეკუთვნის ტიპს რა იმიტომ რომ კამრის ჭუბი ქონდა და ტიპა წონა ვერ დაიკლო ხო ხდები რა იმის ტრავმის გამო მაგრამ ნუ ბევრი აუცდათ რა რაღაცეები და სხვანაირად ეგონათ სხვანაირად წაუვიდათ რა და ეგ არის უკვე პროფესიონალიზე მეტყველებს ხო და ანუ არ მგონია. სხვა ეხა ისეთი სახელიანი არ მგონია ბოლო ჭუბი არის ეხა პორიესი წასვლა უნდა კაც და ილიასში ეხლა გათიშოს და გაუშვას ხო ხდები რა. ძალიან დადებითად ლაპარაკობს ილიაზე და თვითონ არ მგონია რომ ეგეთი რაღაცა ეგეთ მებრძოლს ეჭხუები აფიშა საკაიფოა მაგრამ ეხლა დიდი შანსია რომ დაიძინოს და დავიდეს მე სულ დაიძინოს დიდი შანსია რომ გაითიშოს კი იმიტომ რომ ბოქსი იმასაც უყვარს ამასაც რა თქმა უნდა და აქ უკვე ეხლა ვინც რა ვიცი ეხლა ვისაც კიდე ეჭეპარება რაღაცეებში ხო ხდე თან ეგ ჭუბი არ იქნება 3 რაუნდიანი დიდი ალბათობით main event-ს ჩანიშნავენ ეხლა ჩაულებრივ ჭუბს არ აჩხუბებენ და 5 რაუნდიანი ჭუბი იქნება 5 რაუნდიანში კიდე ეხლა 5 რაუნდში ერთხელ მაინც გაარტყავს რა ხო და ერთ დარტყმას კი ვიცით რაც მოყვება ნუ ვის ხედავ აი ხა მაშინ საჩემპიონო ჭუბში მახაჩევთან ილიას და მაშინ ეხლა ერთი კითხვა მაქვს მაგასთან დაკავშირებით მახაჩევს ამით რა ანუ რა ბენეფიტი ექნება ილიასთან ჭუბის ჩანიშნით ჩვენ რეალურად იმაზე კი არ ვსაუბრობთ მახაჩევს რა UFC-ს რა პირველ რიგში UFC ინტერესებში არის UFC-ს რა ფული ხო აი წარმოგიდგენ დიდი ფული შეთავაზონ მახაჩევს იმას რა შესთავაზებენ ხა ეგ ხო იცი აი ბილეთის ფულით იყიდიან მაგას რა ანუ არ არის მაგის პრობლემა ხა UFC-ს რო ფულის პრობლემა არ აქვს ყველა მის რა მაგათვის თავარი არის რომ ბრძოლა გააკეთონ ისეთი რომ ხო ხდები რა ყველას რო აინტერესებს და ყველას რა აინტერესებს იგივე ოღონდ უფრო განვითარებულ თემაში კონორი და ხაბიბის ბრძოლა. უფრო განვითარებული და უფრო დახვეწილ თემაში რა. ოღონდ აქ უკვე სხვანაირად არის. ხო ხდები, აი ყველაფერი უფრო სხვა მხრივ მიდის ილიადან გამომდინარე რა. მარტო კი არ თიშავს უნივერსალი კაცია. და მე даже ჩემი აზრია რომ ესეთი აქ ვითომ აი წონაზე უმახვილებენ ყურადღებას რომ ის დიდია, დიდი 70 კილოა რა. 70 ჩვეულებრივად იჭხოს. კი, ჩვეულებრივ იჭხოს, მაგრამ ანუ შეიძლება ვიღაცისთვის ილია პატარა იყოს გაბარიტებით რა. მაგრამ აი როგორ აიცი, ესე რო აოხსნათ რა. ისეთი შეკრული აღნაგობა აქვს და ისეთი აი ჩონჩხი აგებულები ხო ხდება აი ძვანსხვილი ტიპია, მყესიანი ტიპია. ეგ უკვე ჩანს რა, რეალურად ჭუბებში რამხელათი, ანუ წინ არის, გინა ფიზიკურად ის დარტყმა რომ მოდის ფიზიკიდანაც მოდის, ანუ ესე გამხდარი კაცი ვინ გინახია, წკაპდა, წაარტყა და გათიშოს ვიღაცა ეგრე ანუ მაგას აქვს არის აგრესიული სტილი, რომელიც თავის ფიზიკურობაზეა კიდე დამყარებული რა. და ეგ იმაზე მეტყველებს, რომ ტიპი არის ფიზიკურად ძალიან ცხოველივით რა. ეხლა ბევრს თუ არ ისმის, რომ იქნება ეგ ჭუბი ჩემი აზრით, დღეს თუ ხვალ შეიძლება ეხლა არა, მაგრამ მაინც იქნება რა. იმიტომ რომ UFC-საც აინტერესებს ჩემი აზრით, ეგ ჭუბი რო გააკეთონ რა. ეხლა რეალურად დაფიქრე, არ გაინტერესებს რომელი მოიგებს? ხო, პლუს მაგას ეხა განა ტიპია, რომელიც 6-ია და 70-ში უნდა ასვლა, რომ ხუაზე ხარ აი ისე
აი ყველაფერი ამბიციური კაცია, მე მაგითო ვთქვი რა. აი მიცა ყველაფერი, აღარ მაინტერესებსო ესო რა, აი თამაშეთო თქვენ უნდა დაუტოვა, მე სხვა გეგმები მაქვს, ხო ხდება. ტიპი თავის თავში იმდენად დარწმუნებულია, რომ აი ყველაფერი თავისი ის რაც აქამდე მიუღწევი ესე დატოვა და გადავიდა სხვა ლეველზე რა, უნდა რომ ისიც გააკეთოს რა, და აი 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეგეთი რაღაცას როცა აკეთებ, აუცილებლად დაგიფასდება რა. მით უმეტეს მაგრამ რა ვარ დაგიმალო მაგ ჩხუბის რა, კი ძალიან მაგრა გვინდა ეს ჩხუბი რო ჩაინიშნოს და ყველა ყვირის ილია მახაჩევილია, მაგრამ მაგრად მეშინია მაგ ჩხუბის გამომდინარე იქიდან რომ ვიცით ეგ ყველამ ვიცით ხა ეგ გუნდი რას წარმოადგენს, საიდან მოდიან, როგორი მებრძოლები არიან და პლუს ამას ამხელა სხვაობა წონაში. რეალურად ისლამი არის ქვესაშუალოს მებრძოლი, უბრალოდ ძალიან ბევრს იკლებს ეგეც და შესაბამისად ჩხუბობს მსუბუქში. და თან რა არის, იცით, ვერც გაურბის ამ იმას რა ქვია lightweights რა, იმიტომ რომ ზემოთ ბელალ მუჰამედია ჩემპიონი და იმას არ ეჩხუბება. და თან ჩემი აზრით თუ ბელალმა წააგო, შეიძლება ეგ ჩხუბი ჩვენ აგვწდეს ილია მახაჩევი, იმიტომ რომ გონია რომ ავა. ნახოთ. აი ერთადერთი ეგ არის რა, მაგრამ ხო, ის უფრო ავა. კი, იმას არ უნდა. ერთადერთი ის თუ იჩხუბებს დიდი ფულის მე რა კაცო ავა და ილიას ნათქვამი აქვს რომ 3 წონის ჩემპიონი უნდა ვიყო. იქაც დაეწევა აქ მერე ვის დარჩება იმას მოუღებს, აიღებს კამერას და გაეკიდება იქ ხა ილიას მიზანი ეგ არის რომ მახაჩევს უნდა ეჩხუბოს და უნდა ცემოს ხო და მე უფრო მაინტერესებს ვიდრე მეშინია რა, იმიტომ რომ იცი რა ამბიციურობა რაზეც ბიზინა ლაპარაკობდა ეხლა მე ადამიანებს ზოგადად ეგეთი ამბიციურობა არ მომწონს, მაგრამ როცა ტიპი ამბიციურია და თან თავის სიტყვებს ამტკიცებს ყოველთვის საქმით, მე უკვე რაც უნდა იცი ლაპარაკოს, იმიტომ რომ გამოვიდა და ვოლკანოვსკის გავთიშაო თქვა. ჟურნალისტები ეკითხებოდნენ რომ Max Holloway-ს გათიშვა ამ წონის და ამ სპორტის კულტებმა ვერ მოახერხეს და შენ რა გაძლევს მაგის ლაპარაკის საშუალებასო და მე ყველაზე უკეთესი ვარო და ადგა და გათიშა, კაცი რომელიც არავის არ გაუთიშავს. ანუ კი ადამიანს შეიძლება ზოგადად გამოიწვიოს გაღიზიანება, როცა ესე გამოდის და იმასაც გავთიშავ, მე ზოგადად არ მიყვარს ეგეთი ლაპარაკი. მაგრამ როცა გამოდის ლაპარაკობს და მე აკეთებს, მაშინ რაც უნდა ის უნდა ლაპარაკოს და რაც უნდა ის უნდა აკეთოს, იმიტომ რომ გამოსდის ადამიანს რა. თავის შრომიდან გამომდინარე ლაპარაკობს, იმიტომ რომ დარწმუნებულია თავის თავში რა და აქედან გამოცუც მაგაში მეც ვერ ვშორ ხარ. არანაირად. შემდეგი თემა რა, ისევ ამ თემაში ვტრიალებთ, უბრალოდ ბიზნეს ახლა კემპი ქონდა დაგეგმილი ესპანეთში და ისევ აქვს, ოღონდ ამ თვის დასაწყისში უკვე იქ უნდა იყო, ხო, წესით? ხო, წესი უკვე იქ უნდა ყოფილიყო. მაგრამ გადაგედო, იმიტომ რომ და თვის ბოლოს გექნება, იმიტომ რომ ბიჭები ვინც ესპანეთში არიან, აღარ არიან იქ, იმიტომ რომ გურამ შეაინიშნა ბრძოლა. შენ წასულები არიან წინასწარ. კი, აი გურამის მომავალ ბრძოლაზეც მინდა ლაპარაკი და პირველ რიგში მაინც უფრო დოლიძე ვეტორის ამბავზე, იმიტომ რომ ეგ უფრო ახლოს არის რა, რა გადარჩა არაფერი. გურამის ბრძოლა უფრო ახლოს არის, ეხა 22 მარტს. უი, არა, ეს 13-ია. ეს ეხლა, ხო, ამერია. ანუ ეხლა ამ შაბათს არის რა. ეს ეხლა ამ შაბათს. ხო, რამშობა გორივე ძალიან ახლოს არის რა და წეგანს ლაპარაკობდით რომანის ბრძოლაზე ვეტორის და რომელთანაც ერთი უკვე წაგებული აქვს, მაგ ჩხუბზე რას გვეტყვი? აი როგორი ჩხუბია, იცი, წეგანაც უყურებდი კიდე რა, მთლიანად უყურე თავიდან ბოლომდე ჩხუბს და ჯერ ერთი პერიოდს გააჩნია ვინ როდის ვის ხდება რა. იმ პერიოდში იმავთან ქონდა წაგებული რომანს და პირდაპირ წაგებულიდან შეხვდა მას რა. ეგ ხა ბევრისთვის შეიძლება არაფრის თქმელი არ იყოს, მაგრამ როცა წაგებული გაქვს ჩხუბი შენ და კიდე კარგ მებრძოლს ხვდები, ანუ ცოტა ისეთი არის რა. ანუ საპასუხისმგებლობა ხო ხვდები, არ გინდა რომ აი კიდე წააგო და გინდა რომ გაიმართო, ხო ხვდები რა. და ბევრს ნერვიულობდა რა. ეხლა მე ჩხუბზეც რაც ვნახე, დაღლილობაც შეეტყო. დაღლილობა იქიდან გამომდინარეობს, რომ აი ემოციური ფონი ქონდა რა. ხო და ჩხუბიც ეხლა საერთო ჯამში ეხლა მთლიანი ჩხუბი, აი როგორი ჩხუბია, იცი? აი ძალიან ახლო ჩხუბი იყო რა. აი რაღაცით კონკრეტულით რომ მოეგო, სხვა არის რა. მაგრამ რეალურად აი რამით ისეთით არ უჯობნია რა რაღაც. მაგრამ ერთადერთი მე რაც შევამჩნია უბრალოდ რომას ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა რომ აი ბევრი რაღაცები დაემატებინა, თუნდაც ჭიდაობა დაემატებინა, ხო ხვდები რა, იმიტომ რომ
კარგია რა ჭიდაობაში. დგომში ის ცაციაში ედგა და ცაცია ხო ხდები ცაციაში კარგად მუშაობს თან და იცის იმან როგორ ემუშაობს და ესეც ანუ შენივრად ემუშაობდა, მაგრამ ერთი და იგივე რაღაცას უკეთებდა ძალიან ხშირად რა. აი უფრო უნდოდა რომ მარჯვენა გადაეტარებინა და ნუ სწორიცა, მაგრამ აი ეგ ცოტა უფრო შეფუთო ხო ხდები რა. რომ აი მე როცა საჭიროა გააკეთო და ის უკვე რომ მოელის ამ ყველაფერს, ეგრე მარტივად აღარ არის გამსვლელი რა. ხო და უფრო აი ჭიდაობასთან ერთად რო ჩააურთოს და ალბათ მე ესე მგონია ნაფიქრი ექნება ეხა პლუს ეხა კარგ იმაზეა რა ორმოგებიანი სერია აქვს რომას კემი ჰოლანს მოგო ბოლოს უკვე ზევით მიდის ისევ რა ხო ხდები და ჩემი აზრით კარგ პალასაზეა რა მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ხო ხდება აი როგორ კი ვეტორს ბოლოს წაგებული აქვს მაგის წინ აქ მოგებული და იმის წინ კიდე წაგებული და ანუ ძალიან ისე არეულად მოდის რა უკვე ვეღარ არის ესე ვთქვათ მაგრამ საინტერესო ჩხუბი იქნება საერთო ჯამში ჩემი აზრით რომა უკვე დაამუშავებდა ბევრ რაღაცებს ხო ხდები როცა ადამიანს ხვდები მithuandes პირადად და უკვე ბევრ რაღაცები შენთვის დამალული რაც იყო უკვე კარები იხსნება და ხედავ რა და უფრო გაანალიზებული და ესე შეფასებული ეყოლება რა ესე ვთქვათ და ხო წინაზე ჩემ დაჟე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ თითქოს აი ცოტა არ შეაფასა ხო ხდები დააკლდა რა ეგ არ შეაფასა და ხო არისო რა პირველ რაუნდში ძალიან კარგად დაიწყო კი ძალიან მაგრად და კარგი ისიც გაუტარა რა ქვია დარტყმების გაუტარა უბრალოდ მე ფინიშთანაც ახლოს იყო კი იყო და მე გაჩერდა რაღაცნაირად აი ეს point fighting-ში გადაიზარდა ეს ბრძოლა რა და ენერგია ისიც არ იყო ისეთ კონდიციებში არა მაგრამ უფრო აი პიტნაშკას ემუშავა იცი რას აკეთებდა ის უფრო ქულებზე და იმან დაუწყო ქულებზე და მოძრაობა ხვდები მეორე ნომრად რა ეს აწვებოდა რა და უნდოდა ერთი და იგივე რაღაცას აკეთებდა რა ხშირად ანუ წინათ იწყებდა და მარჯვენა უნდოდა რომ გადაეტარებინა რა და ის უკვე ხედავდა შეეჩვია რა მაგ დროს რავი ჩემი აზრით ეხა კარგია რომ რაღაცა აურიო ან ფეხი ან ჭიდაობა ხო ხდები რომ როგორც კი აი როგორც პერეირას სიტუაციაში იყო ის რომ სხვა რაღაცას მოელოდა მე ხელზე იმ ხელ ყურადღება აღარ აქვს რა და ეგ ზოგადად ეგრე არის ბრძოლაში რა ხო ფიზიკურადაც ძლიერია და დაბლა ჭიდაობა კიდე როცა მე ესე მესმის ზოგადად როცა რაღაცაში ძალიან მაგარი ხარ ახალი ველოსიპედი არ უნდა მოიგონო რა გააკეთე ის რაც 100%-ით იცი და მაგრად გამოგდის რა ნამდვილად მასია იმიტომ რომ მან დრო მოეგო რომას გადიოდა ან საქამრეზე ან წინა საქამრე ბრძოლაზე იმიტომ რომ მოდიოდა საკმაოდ მაგარი ვინსტრიქებით მაგის მერე კიდე აერია მაგ ჩხუბის მერე და მერე წააგო იმავოვთან არა პირიქით ჯერ იმავოვთან წააგო და მაგის მერე შეხვდა მაგას წეღანაც ნახე ზუსტად გახსოვს მე მახსოვს რომ ჯერ ვეტორისთან წააგო და მერე იმავოვთან იმავოვთან მე მგონი მერე აღარ მიცემნე თან წეღან ნახე და მეც ეგრე მახსოვს როგორც აიცა ვეტორი ეგ მერე იქნებოდა ან წინა საქამრე ბრძოლა ან საქამრე ბრძოლა იმიტომ რომ საკმაოდ მაგარი ხო ნუ როგორც არის მოკლედ მაგრამ ქართველებს გვაქვს ერთი ძალიან მაგარი და უნიკალური თვისება რომ ანალიზის უნარი მით უმეტეს საბრძოლო ხელოვნებებში გვაქვს ძალიან კარგი რა ანუ შეცდომების აღმოფხვრა შეგვიძლია და რა თქმა უნდა აღქმის უნარი გვაქვს და შეგვიძლია რომ გამოვიდეთ მე აბსოლუტურად სხვა მებრძოლი ან მივიღოთ რომასგან ეხა სწორად თქვი კი ჯერ ვეტორთან აქ წაგებული და მე აქ არა წევა ნახე და ხო რაღაცა მეთქი ისე იყო თქო რა ხო ენტონი სმითს მოუგო იმავოვის მერე და მე ბოლოს მოიგო კემი ჰოლანდთან რა და ეხა კარგად ეხა ძალიან კარგად არის რა ხო და ისეა რა უკვე თან იცის ვის ებრძოლება იმის უნარები შეფასებული აქვს და იმედი მაქვს რომ გამოვა რომა როგორც ახლა ბიზინამ თქვა ახალი ველოსიპედი არ უნდა გამოიგონოს და იბრძოლოს თავისი პირველ ნომერი დისციპლინით მინიმუმ უნდა საშიშროებას გზავდეს ვეტორი რომ ამის გამომყენებელი იქნება რომა და მერე უკვე შეიძლება ის დარტყმებიც გავიდეს მით უმეტეს უფრო მარტივად გადის მაგ დროს როცა ყურადღებას უფანტავ რა თქმა უნდა ბატონო, მოდი ახლა შენსაც გითხარი, ვილაპარაკეთ წეგან, როცა ბიჭებს ვსაუბრობთ რომ ესპანეთში გაკემპი და შენ ჩხუბიც ახლოვდება რა. მე მაგ მოლოდინში ვარ რომ კიდე ჩხუბები მოიგებ და ჩამოხვალ და არ დაждდება. შენ ჩხუბს შეაფასებ, მე მაგას ველოდები, მაგრამ როგორ მიდის მზადება ზოგადად ეგ აინტერესებს. მზადება საკმაოდ კარგად მინდის, რო ვთქვათ, ბევრი რაღაცები კარგად დავალაგე აქეთ.
პატარ-პატარა შემსვლელი იყო ცოტა ტრამვების თემაში რა ბევრად ძალიან არ ჩავიციკლები მაგაზე, მაგრამ საერთო ჯამში, საერთო ფორმა ხა დღესაც კარგი სპარინგების მერე მოვდივარ და ხო ხედავ როგორ ვარ რა, დგომშიც, ჭიდაობაშიც, პარტერშიც, ფიზიკურადაც მომწონს ჩემი თავი, ესე ხო, კარგად გრძნობ თავს რა, ყველაფერში, უბრალოდ აი რაღაცა პროსტა ტრამვებს უნდა გავუფრთხილდე, უკვე ძალიან დიდი დრო აღარც არის დარჩენილი რა და მაგის იმაზე უფრო აი მაგით უფრო ბოლომდე გას ვერ ვაწვევი, ესე ვთქვათ რა და ნელი ტემპით შემყავს რა ეს ჩემი თავი ფორმაში რა. მაგრამ საერთო ჯამში მომწონს რა, მომწონს ბევრი რაღაცები გაიხსნა უფრო და უფრო მომატებული მაქვს რაღაცეებში ჩხუბშიც გამოჩნდება. ხო და ნახავთ რა ყველაფერს. ჩხუბი არც ისე შორსაა 18 აპრილს არის. თვე და რაღაც ერთი კვირა სადაც ესეა დარჩენილი და არც დაჟე და საერთო ჯამში რატურთვის ჩხუბია ეგ სიტუაციაზე რამე სპეციალისტების შემდეგ ეტაპისთვის. ზოგადად ყველა მოგება გვაძლევს უკეთესობისკენ ასვლის საშუალებას ზოგადად. მაგრამ ბევრი კარგი გეგმები არის, რაც წინაზეც ვთქვი, ესე უბრალოდ ჯერ დაფარულად ვაკეთებთ ისე საქმეს, ხო იცი, რაც კარგია, მალვა უნდა რა, ცოტა და ხო, მე უფრო აი სიურპრიზად ძალიან კარგი ამბები იქნება რა. უბრალოდ არ მინდა რომ მოვლენებს გავვასწრო, ეგრე ვინც აკეთებს ხოლმე, ცოტა-ცოტა უტრიალდებათ რა. ჯერჯერობით რახან ეს ბრძოლა არის, ამ ბრძოლაზე მინდა მაქსიმალური 100%-იანი კონცენტრირება გავაკეთო და იმიტომ რომ ეს უბრალოდ აი როგორ აიცი რაღაცა გადამწყვეტი ისეთი არ არის რა მაგაზე ბევრი რამე ისეთი არაა დამოკიდებული ჩვენ სხვა გზაც გვაქვს და ხო მაგრამ რა თქმა უნდა მოგება გვინდა და მე პირადად მინდა რომ აი ცოტა კარგად მოვიგო ცოტა რაღაცების გამოცდა მინდა ხო ხდება ან ბევრი რაღაცაში დავიხვეწე და მოვუმატე რაც რაღაც ანუ უფრო კარგად დავალაგე სიტუაციები ხო ხდება ანუ ბევრისთვის ალბათ ცნობილია როცა ვემზადებოდი მუშაობდი ის ხო ხდება და ეს ბოლო პერიოდი უკვე აღარ არის ეგ პრობლემები ფინანსურად რაღაც ამბასადორის დახმარებით და მე უკვე ძალიან მშვენივრად კარგად გრძნობ თავს და უკვე აი 100%-ით მომზადებაზე ვართ გადართული ხო ხდება და აქედან გამომდინარე ცოტა მეტი იმედი მაქვს რა და მე ჩემი თავის გამოცდა მინდა და როგორ მოგცემს ანუ რის საშუალებას მოგცემს მოწინააღმდეგე აი მაგაზეც არის რაღაც ხრივ დამოკიდებული რა ხა თუ ვიღაცამ ადიელა არის ჩხუბა ხო ხდება აი ჩახუტევა და რაღაცა არც მაგაზე მაქვს პრობლემა ჭიდაობაში კარგად ჭიდაობს და არაფერი მაგის ანუ არც მან და საშროება მაგრამ უფრო მინდა რომ რაღაც ანახაობრივადაც ვიჩხუბოთ დგომში ვიჩხუბოთ ხო ხდები და ბევრი რაღაცები იქნება ცოტა სხვანაირად წავიდეს რა იმედები ბევრი გვაქვს რა ხა რამდენი წლის არის წლოვნება არც ვიცი არ ეწერა და მაგრამ რაღაცა ეგენი ყველა ახალგაზრდას გავნან რა იმიტომ რომ წვერი ისე არ ამოსდით და რაღაცა ისეთი ერთი და იგივე შეხედულება აქვს და ხო ანუ ახალგაზრდა არის ძალიან ანუ ბებერი და ის არა ალბათ ჩემი ასაკის დაახლოებით რა აი მოწინააღმდეგეზე ჩამოვარდა ლაბარაკი და უნარებით როგორი ბიჭია ეხა ეგ რაღაც მხრივ მსგავსი არის ჩემზე ჭიდაობს ჩხუბობს ფიზიკურად ძლიერი ჩანს აღნაგობა დაახლოებით მგავს რა აი უფრო შეკრული ისეთი ტიპაჟი არის არ არის მაღალი და თხელი და რაღაცა რა უფრო აი მუსკულატური აღნაგობის მქონე რა ხო ფეთქებადია უფრო შედარებით კუნთიდან გამომდინარე და ჭიდაობს რა ძირითადად რაც შევხედე აი დგომში იწყებს ჭიდაობით აგრძელებს მერეც ჩხუბობს ანუ რაღაცა ისეთი არ არის რომ ჩინელია და ჩინეთშია ხო მაგრამ ჭიდაობაში ჭიდაობენ ჩინელები ჭიდაობენ აი დაიწყეს ბოლო პერიოდში დაიწყეს რა ისწავლეს რა ყოველ შემთხვევაში ხო უკვე განვითარდა აზიელები არიან რა და რეალურად აზიაში ჭიდაობა აი ქართველების ჭიდაობა მაინც კავკასია მაინც ხო არის ეხლა ესეთი კითხვა მომივიდა თავ შეიძლება შენ არ უნდა გისვამდე მაგ კითხვას მაგრამ ამბასადორში ვართ ეხლა და აი ფავორიტი ვინ იქნება რასაც ჩვენ ვეძახით ფავორიტი ჩვენ ვისაც მივიშნებთ ფავორიტად გასაგებია მაგრამ როგორ ფიქრობ კოეფიციენტები რო იწერება ხოლმე რა მე ვიქნები შენ იქნები ფავორიტი ხო კი უკვე ეს ბოლო პერიოდი ეს ფავორიტი ვარ ხოლმე ერთი ბოლოს წინა ჩხუბი იყო ისეთი რომ
მე არ ვიყავი ფავორიტი. იმიტომ რომ ის ტიპი ანუ წაუგებელი იყო, პირველი ნომერი იყო და თან ცოტა მოკლე ვადაზე დავეთანხმე და რო ჩავედი რაღაც თან ძალიან არარეალური გუში მომცეს. 5 თუ 6 გუში მომცეს რა, ხო რა, ეგეთი რაღაცა არ ვიცი, აჰო რატომ მომცეს. არ ვიცი. შორტნაუთის ძერო იყავი ალბათ მაგის ფოტო. ხო, ალბათ თან მებრძოლი იყო 8-0-ზე ქონდა, დაღესტნელი იყო, მაგამე დიდვისოვი რა, პირველი ნომერი ეგ იყო მაშინ და რო ჩავედი რა ვეთქო სხვა მოლოდინები ქონდათ რა. ხო და გააუბანზე მე ხო ხნები რა. კაროჩე გაუფუჭე და სხვათა შორის იქ იყო ერთი დაღესტნელი ბიჭი რა, ჩხუბობდა მაგ ივენთს ოღონდ უკრაინაში ცხოვრობდა რა და ეხლა მე ხო უკრაინაში ვცხოვრობდი, იქით ვიყავი ვარჯიშობდი და კიევში თვითონ ხა ნაკრებში ვიყავი და ყველა მიცოდა პატარა წონაში ვაფშე ყველა მიცოდა რა ჩემზე და ის თურმე ოდესელი იყო, მაგრამ მიცნობდა რა, იცოდა რა და კაროჩე იმას ჰქონდა ჩემზე დადებული რა. და გამოვიდით ხო მე მითხრა რომ ეგეც პირველი ნომერია სხვათა შორის 70-ში არის თუ რაღაცა ეგ ბიჭი რა და შენზე მქონდა დადებული ნახევი მაჩვენებს ყველაზე 6 და რაღაცა მქონდა კუში თუ 5 და რაღაცა ძალიან დიდი კუში მქონდა. და ეგ იყო 10 წლის წელწადნახევრის წინ დაახლოებით რა. ეგეჩეს თომას აღარ დაუშვებენ საერთოდ. არა, იმის მერე ფავორიტი. უშ აღარ მოცემენ. საინტერესო, ნუ შენ კი იცი რომ მთელი საქართველოს შენთან ერთად იქნება, განსაკუთრებით ჩვენ ამბასადორის community ეგრეთ წოდებული. ერთი რამე დავკითხო კიდევ გურამზეც რო გითხრა 1-2 სიტყვა გუტატელაძეზე, როგორი მეტოქე შეხვდა და რას სტრაიკერი არის უფრო რაც ნახე ხო, ანუ UFC-შიც აქვს უკვე ერთი მოგება, ერთი წაგება აქვს. LFA-ში ჩხუბობდა მანამდე, LFA ამერიკაშია ერთ-ერთი კარგი ორგანიზაციაა რა. მანდაც დადებითი რეკორდი ქონდა რა, რამდენიმე მოგება ქონდა უფრო და ერთი წაგება ქონდა რა. მაგრამ უფრო რაც ნახე სტრაიკერია რა. და ძალიან მომეწონა რომ აი სტრაიკერი არის კარგი ჩხუბი იქნება რა, იმიტომ რომ გურამ ძალიან კარგი სტრაიკინგი აქვს რა, ლამაზი და დახვეწილი და მრავალფეროვანი ესე ვთქვათ რა, თავის კლინჩი, იდაყვებით, მოხლევით, მუშაობით და ფეხით და ხელთ, ანუ ძალიან აი მრავალფეროვანია რა, მოუწევს მაგის სტილი ძალიან. ხო და საინტერესო იქნება, აი პირადად მეც მაინტერესებს მაგ ჩხუბის ყურება რა, ну რა თქმა უნდა როგორც ეხლა არის 22-ში. ხო და ну მაგრამ გურამის უფრო ცოტა იმედიანად ვარ ხო ხდები რა, ძალიან ძლიერია და მithumedes ეხლა ჩასულია ეგეც კლიმენტ კლუბში ვარჯიშობს, იქ არის ერთად არიან ესპანეთში ბიჭები, დიდი ხანია უკვე რა, დაჟე მე რო შვედეთში ვიყავი ჩასული მაგასთან დარბაზში იმ პერიოდში იქ იყო უკვე რა, წასული იყო და იმის მერე არის და არის ხო და დარჩა რა უკვე ეგრე გამოდის. შეეჩვია ეთქო, ანუ მოეწონა სიტუაცია ტრავმების გამო, პლუს ამას ცოტა მენეჯმენტიც რო უყურებ, ცოტა ისე თქო, სულ ყავდა ძალიან მაგარი მოწინააღმდეგეები რა, ანუ ოპოზიცია ყავდა, პირველი ყავდა 17-0-ზე გამროტი ყავდა. როცა UFC-ში შევიდა და მოუგო რა. წარმოგიდგენე რა, ხა თან გამროტი UFC-მდე ხო, ჯერ ხა ხო ტოპია. KSW ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია, ორი წონის ჩემპიონი იყო 66-70-ში თუ რა, აი ძალიან მაგარი ბიჭი იყო. მერე რავი ისმაგულოვი არის, ისმაგულოვიც ძალიან მაგარი ტიპი ხო ხდები რა, ხა რომ მე ვიცი ეგ რუსეთში MRT ორგანიზაცია, MRT გლობალი რა. სხვათა შორის ჩვენი ბიჭებიც ჩხუბობდნენ მან და გურამ გუგენიშვილი ბევრისთვის ცნობილი მანდ იყო კამარი ქონდა და ანუ მაგ ორგანიზაციაში ჩხუბობდა ეგ დამირ ისმაგულოვი რა. ჩვენ ქართველთანაც აქვს მანამდე ჩხუბი და ну აი კამრის ჩემპიონი რაღაცა ისე გადავიდა და იქაც UFC-ში 4-5 მოგება ქონდა ზედიზე და ძალიან მაგარი სტრაიკერი და ძალიან მაგარი დიფენსი ქონდა ჭიდაობაში ისის და მაგათი ჩხუბიც რო ვნახე ხო აი ძალიან high level-ის ჩხუბი იყო რა, მე მიკვირს პროსტა. ეგეთი ჩხუბები ისე უბრალოდ არ დაჟე Fight of the Night-იც არ მიცეს და რაღაც მე მგონი რა. აი, მაგრამ ეგეთი ჩხუბი გურამს მთლიანი იცი ისი საშუალება მიცა თავის ნიჭის გამომჟღავნების საშუალება მიცა რა. იმიტომ რომ ისიც ძალიან მაგარი იყო რა. ახლა ჩხუბში იყო სხვათა შორის გაყოფილით წააგოთ რაღაცა რა. ხო, მაგრამ აი ვერეცი ბრაზილიელთანაც რა, იქაც არ გაუმართლა ბიჭო თავი გაუხდა ყველაფრით მოუ იღბალიც ხო იცი აი სპორტული იღბალზეც ეგ დამოკიდებული რაღაც მხრივ თან მე როგორც ვიცი ხარ ხამზატისგანაც ხა ბევრჯერ თქვა და გააკეთა მაგაზე აქცენტი რომ აი შვედეთში რო იყვნენ მეც რო ვიყავი იქ ნახე სიტუაცია
ვარჯიშები არის ზედმეტად ისეთი მიყოლებით, რომ აი გწვავს ცოტა რა. შეიძლება ზედმეტი არ იყოს, მაგრამ გადაანაწილო და ისე არ იქნება ზედმეტი, მაგრამ აი რაღაც ერთი მეორეზე, მესამეზე ისეა მეყოლებული, რომ ძალიან ბევრი ენერგიას გართმევს და გწვავს, აი გფიტავს, ხვდები და შენი მაქსიმუმი უნდა მოიტოვო ბოლოსთვის ისე, რომ იქ რომ იხვალ, იქ გაიხსნა და იქ გააკეთო და შენ თუ აქ უკვე გამოფიტული ხარ ყველაფრიდან, აი შენია მარტო ვარჯიშებზე თუ ჩადე, იქ ვეღარ აკეთებ შენ მაქსიმუმს, ხვდები და არა და ბევრს ახლა გონია რომ რაც მეც ივარჩევ ახლა მთელი დღე თუ დარბაზში იქნები მაგარი ტიპი იქნები ეგრე არ არის რა დღეს უკვე სპორტი სხვა დონეზეა მისული და იქ დასვენებას თავისი მნიშვნელობა აქვს და მაგის გარეშე კიდე ვერსად ვერ წახვალ რა ვერ გაექცევი რა სწორი დასვენება ვარჯიშ ჯობია მომენტებში რა და ეგ პრობლემაც ქონდა იმიტომ რომ ახლა ტიპს აშკარად აი გადაურბინა რა ყველაფრით გადაურბინა და მაგას ვინ მოელოდა პროსტა იყო ჩამწვარი რა თან მაშინ აკლიმატიზაციის თემა ქონდა როგორც ვიცი მაგას კიდე მე არ ვაფასებდი ხოლმე არ ვიცოდი თურმე რამხელა მნიშვნელობა ქონდა იმიტომ რომ ჩხუბზე რომ მიდიოდი ხოლმე ხშირად ან ბევრგან შორს დავდიოდი ხა ჩინეთშიც იმაში მაგრამ პრობლემა არასდროს არ მქონია რა მაგრამ ერთადერთ აი შვედეთში რომ ჩავედი 10 დღე თითქმის თუ მეტი არა იცი როგორი აკლიმატიზაცია მქონდა ვერ სუნთქავდი რა ტიპს ვეჭიდავებოდი ჯობნიდი ერთი რაუნდი და უკვე რომ მორჩებოდი თავბრუმ ეხვეოდა რა და თვალებზე წინწკლები მაყრიდა და რაღაცა და დავამოღამე და ტიპს იმენა ეგეთი რაღაცა ქონდა და ეხა ეგრე ჩხუბი ძალიან რთულია რა იმიტომაც აი გამოიფიტა და ვერ გააკეთა ის მაქსიმუმი იმ დროს როცა შეეძლო რა ძალიან საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი საუბარი კიდევ ერთხელ წარმატებები ბიზნესა წარმატებები ჩვენს ბიჭებს ვისაც ჩხუბები აქვთ ახლა ახლო მომავალში და კიდევ ვიცით რომ ახლო მომავალში დანარჩენებსაც ჩაინიშნება თუ ვისაც არ აქვს ხო ილიას ნელა მერაბსაც ველოდებით რას გვეტყვიან და მოკლედ საქმეში ვართ ჩვენს და რაც საჭირო ვიქნებით ისევ შევიკრიბებით და ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე მადლობა ვინც გვიყურა დროებით